გამარჯობათ, როგორც ხედავ უკვე ლაივში ვართ, ცოტა ხანიც დაველოდოთ მშობლის კიბრის მაყურებელს და ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს ლაივს, რომლის თემაც არის პერსონალური ასისტენტი. მოგესალმებით, იმედია ჩვენი მაყურებელიც შემოგვიერთდა. ეს გახლავთ მშობლის კიბრის რიგით მერვე ლაივი, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ სერვისებს და დღევანდელი ჩვენი თემატიკა არის პერსონალური ასისტენტი. ტრადიციულად ყავს სტუმრები, ყავს ზუსტად ის სპიკერები, ვინც წინა კვირას ყავდა. ვერაწულაძე და რამინ მაჭარაშვილი, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობების პირთა აქტივისტები და თემის წარმომადგენლები თავად. ამიტომ ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, თემის გავრცობას გაგვიკეთებენ, თუმცა უშუალოდ ვიდრე მათ გადავცემ სიტყვას, მინდა გავაკეთო შესავალი მაინც აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით და მიმოხილვა გავაკეთოთ, იმიტომ რომ შედარებით ახალი სერვისია საქართველოს რეალობაში, რომელიც ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ფეხს ნელ-ნელა იკიდებს, სრულად არ არის, ასე ვთქვათ, დანერგილი და აქვს რიგი განსხვავებული მახასიათებელი, რაც განასხვავებს ამ აღნიშნულ სერვისს ყველა სხვა იმ სერვისისგან, რომელიც აქამდე დღევანდელ ლაივამდე განგვიხილია, ხო? მაგალითად, პერსონალური ასისტენტი განსხვავდება დღის ცენტრის, რეაბილიტაცია, აბილიტაციის და ყველა სხვა სერვისისგან იმით, რომ რეალურად ადამიანს იღებს და სერვისი იღებს ისეც, როგორიც არის დღევანდელი მოცემულობით და ცდილობს მას მხარდაჭერა გაუწიოს იმ საკითხებში, რაშიდაც ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანს მხარდაჭერა. რეალურად პერსონალური ასისტენტების სერვისი თავისი მნიშვნელობით არ აქვს კორექციის, ასე ვთქვათ, შეტანის, ასე ვთქვათ, მანდატი. ხო, როგორც მაგალითად ქცევის კორექცია შეიძლება იყოს, ხო, რაღაცა მუშაობა სხვადასხვა უნარების გაძლიერებაზე, რაზედაც მაგალითად თერაპევტები მუშაობენ, ხო? ამიტომ თავისი შინაარსით პერსონალური ასისტენტი ყველაზე, ასე ვთქვათ, მეტად უჭერს მხარს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას. ასევე საინტერესო ფაქტი პერსონალურ ასისტირებაზე ის არის, რომ ახლა ფაქტიურად 2 წელიწადიც არ არის ზუსტად რაც მივიღეთ სტანდარტი უკვე დამტკიცდა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის სერვისი, რაც მანამდე განვიხილეთ, არის ცენტრალურ დონეზე ადმინისტრირებული სერვისი, პერსონალური ასისტენტი თავისი შინაარსით 20-25 წლიდან რეალურად უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ბაზაზე, თუმცა სტანდარტი და ასე ვთქვათ, პირველი საპილოტო, ესე ვთქვათ, სერვისის განხორციელება დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა 25-დან ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე სრულად ყველა მუნიციპალიტეტი ფეხს აუწყობს აღნიშნულ სერვისის დანერგვას და უკვე მუნიციპალიტეტის ბაზაზე მოხდება აღნიშნული სერვისის განხორციელება. მოკლედ რო ვისაუბროთ პერსონალურ ასისტირებაზე, თუ რას წარმოადგენს ის სტანდარტში არსებული ჩანაწერის მიხედვით. პერსონალურ ასისტენტის სერვისი არის მომსახურება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით. თუმცა ის აშკარად, ასე ვთქვათ, განსხვავდება იმ მომსახურებისგან, რომელსაც მაგალითად სკოლის ბაზაზე იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელსაც ჭირდება დახმარება განათლების მიღების პროცესში, ხო? თუმცა აშკარად ძალიან ინტენსიურად არის ჩართული აღნიშნული მომსახურების სერვისი, მაგალითად ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ან საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგალითად საკვების მომზადებასთან, დაალაგებასთან, ან საყოფაცხოვრებო საქმიანობასთან, როგორიც არის რაღაცა ყოველდღიური აქტივობა, ჩაცმა, კვება, საზოგადოებრივ სივრცეებში, ასე ვთქვათ, აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს პერსონალური ასისტენტის სერვისი, მაგალითად გაყოლა სამსახურში, საყიდლებზე, სასეირნოდ, კინოში და ასე შემდგომ. მაგრამ
ასე ვთქვათ, განათლების სისტემაში არსებული პერსონალურ ასისტენტთან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ იმ სასკოლო სივრცეში, ასე ვთქვათ, ეხმარება და მხარს უჭერს შეზღუდული შეძლებლობის მქონე ბავშვს, პერსონალური ასისტენტი რეალურად შეიძლება შევიდეს და შედის ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში და იმ აქტივობებს შეერთება, რომელსაც ბუნებრივად დღის მანძილზე გეგმავს ან ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მარტო ამ მიმართულებით ჭირდება მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერას უფრო ვიტყოდი, ვიდრე დახმარებას, ხო? ჭირდება მხარდაჭერა. მოკლედ, გვაქვს ასევე ორი ტიპის პერსონალურ ასისტირების მომსახურეობა, რომელსაც სტანდარტი ასევე განსაზღვრავს და ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს რეგულარული ასისტირების მომსახურეობა და იყოს სპეციალიზირებული და რა თქმა უნდა, სახელწოდებიდან გამომდინარე მივხვდებით, რომ რეგულარული ვთქვათ ასისტირების მომსახურების დროს მოთხოვნა თუ დატვირთვა ყოველთვიური რა დატვირთვითაც შეიძლება დაგჭირდეთ პერსონალური ასისტენტი არის გაცილებით მცირე დროში და სპეციალური ასისტირების შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო განვითარების შეფერხების მძიმე და ღრმა ფორმებთან, სადაც უფრო ინტენსიურია ხარდაჭერის რაოდენობა, რომელიც ბუნებრივია ფიქსირდება და გამოხატული არის იმ საათებში, რასაც იღებს სერვისის მიმღები. ეს არის მოკლე ინფორმაცია პერსონალურ ასისტირების შესახებ, რას წარმოადგენს სერვისი, თუმცა უკეთ ამას დაგველაპარაკება თავად თემის წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვს უშუალოდ აღნიშნული სერვისის მიწოდების მათ შორის, ხო? ვერა ტრადიციულად რაღაც დავიწყებთ შეკითხვებით, როგორ ხდება პროგრამაში ჩართულობა და რა მაგალითად რა რეგიონში თქვენ ასე ვთქვათ ფუნქციონირებთ, თუ არის აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ანუ შესაძლებლობა მაქვს რომ ვისაუბრო აღნიშნულ სერვისზე. მე წარმოვადგენ გურიის რეგიონს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპისთვის აქვს პერსონალური ასისტენტის სერვისი. თუმცა ლანჩხუთშიც და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც ინერგება და დიდი იმედი მაქვს რომ 2025 წლიდან შევძლებთ აღნიშნული სერვისით მოვიმსახუროთ მთლიანად გურიის რეგიონს. ახლა რაც შეეხება როგორ უნდა ჩაერთოს მომხმარებელი აღნიშნულ სერვისში. პირველ რიგში ასისტირების საჭიროების მქონე პირმა თავისი პირადობის ასლი, ან თუ სჭირდება მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი, მისი პირადობის ასლი, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, ანუ ფორმა 54, ჩვენ რო ანუ მწვანე სტატუსის ფურცელს, მწვანე ფურცელს რასაც ვეძახით, მაგის ასლი სჭირდება და განცხადების ფორმა. ეს ყველაფერი უნდა ჩააბაროს ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოში და დატოვოს მოკლედ განცხადება. განცხადების შემდეგ განიხილავს ამას სოციალური მომსახურების სააგენტო და პირმა უნდა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ექიმი გააკეთებს შეფასებას და მას დაენიშნებ და ის დადგინდება, ანუ მას აქვს სპეციალიზირებული ასისტენტი სჭირდება თუ რეგულარული ასისტენტი. ამ ყველაფრის შემდეგ დაახლოებით 10 სამუშაო დღეში ჩამოთის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც უკვე არსებული ორგანიზაცია, რომელიც იმ მუნიციპალიტეტში მომსახურებას გასწევს, შეუძლია დაუკავშირდნენ და დაიწყონ მომსახურების მიწოდება. მადლობა. ეს ძირითადი აი, დავუსწოთ რეალურად გადაწყვეტილებას პირი მიიღებს რეგულარულ ასე ვთქვათ სერვისს თუ სპეციალიზირებულს წყვეტს უშუალოდ ორგანიზაციის შეფასების შემდგომ თუ ვიდრე ჩაირიცხება მანამდე ხდება აღნიშნული ვიდრე ჩაირიცხება მანამდე წყვეტს სოციალური ექსპერტიზის უფლება ვისაც აქვს მოკლედ ის სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოყოფილი ექიმი, რომელიც აფასებს კონკრეტულად პირს. ვისაც ჭირდება ასისტირება. ფორმაშია განსაზღვრული თქვა. უკვე ფორმაშია განსაზღვრული მას რა ტიპის ასისტირება სჭირდება. მადლობა, ანუ ასე ვთქვათ სხვა პროგრამასთან შედარებით მაგალითად, სადაც
უკვე პროგრამაში ჩართვის შემდგომ ხდება რაღაცა ინდივიდუალურ გეგმის გაწერა, ასეთ რაღაცეები, აქ უკვე წინასწარ არის განსაზღვრული არა დაკვირვების შედეგად, არამედ თქვათ ექიმის მიერ შეფასების შედეგად თუ რა ტიპის მხარდაჭერა მას დაჭირდება. ძალიან კარგი, რადგანაც პროგრამა მაინც ახალი დაწყებული არის და ფეხი ამ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში ვერ მოიკიდა ჯერჯერობით და ალბათ 2025-დან ეს ასე აღარ იქნება სურათი. როგორია და თქვათ, აი ჩართვის შემდგომ რა საკვირდებით, რა ბარიერები არის ყველაზე ხშირად, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს აღნიშნული სერვისის ხარისხს, რაც თქვენ სპეციფიურად შეება თქვენი რეგიონისთვის. ამ კუთხით, რა ვიცი, შეგიძლიათ ორივე მისაუბროთ, ან თუ კი, რა ვიცი, ვერაც თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ. მოკლედ რა დავიწყებ და ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის ტრანსპორტირების პრობლემა, გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტი და ამას ყველა სერვისში აღნიშნავთ, ვინაიდან ეს არის ძირითადი პრობლემა, იმიტომ ბენეფიციარები შეიძლება ჩართული იყვნენ სოფლებიდან და ასისტენტებს მათთან მისვლა უჭირდეს, ან თავად ბენეფიციარს უჭირდეს რაიონამდე ჩამოსვლა და აღნიშნული სერვისის მიღება, ან საქმე წაყოლა და ასე შემდეგ. ეს ანუ ძირითადად ჩვენი ბენეფიციარები, ვინც გვყავს მაღალმთიანი სოფლებიდან, ან ასისტენტი ემსახურება საკუთარი მანქანით, ან თავად ბენეფიციარს ყავს მანქანა და ან ოჯახის წევრები ეხმარებიან ასისტენტს, რომ ის ფუნქცია მოვალეობები შეასრულოს, რაც სჭირდება მოკლედ კონკრეტულ პირს იმ პერიოდისთვის. და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენ წავაწყდით, ეს არის ფუნქცია მოვალეობების განსაზღვრა და გამიჯვნა, ანუ ასისტენტს რა ევალება, იმიტომ ოჯახის წევრები ხშირად იგებენ ისე, რომ ეს ასისტენტი არის მთლიანად ოჯახის, ოჯახს უნდა მაგალითად კონკრეტულად პირს თუ სჭირდება საკუთარ ანუ საჭმლის მომზადება, გონიათ რომ მთლიან ოჯახს შეიძლება მოუმზადოს, ამ მთლიან ოჯახს უნდა დაულაგოს და ასე შემდეგ. ანუ გონიათ რომ მთლიანი ოჯახის მომსახურე პირია და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის, რომელთაც ანუ კონკრეტულად არის მიმაგრებული ასისტენტი. ანუ ეს არის ის, რაც ხდება პრობლემები ამ ეტაპისთვის, ანუ ჩვენ თავად სერვისში. მადლობა, რამინ ხო არ დაამატებდით რამეს, რომ შევაჯამო მე ეს ნაწილი ბარიერების. გამარჯობა, კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს მშობლისწყივრის. ანუ რაც შეეხება გამოწვევებს, ანუ ორივე ახალი სერვისია, რადგან წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ჩინმოვლა და პერსონალური ასისტენტის შესაბამისად გამოწვევებიც არის შედარებით მეტი, ვიდრე ძველ პროგრამებში და სერვისებში. პირველი, ანუ ვერამ რაც თქვა, ვეთანხმები განსაკუთრებით სოფლებში და დაბებში თუ ხდება სერვისის მიწოდება განსაკუთრებით, მანდარის პრობლემა ქალაქში უფრო ნაკლებია ტრანსპორტირების პრობლემა, თუმცა ქალაქშიც ჩვენი ორგანიზაცია ბათუმში აწვდის სერვისს და ანუ ის ასისტენტებიდან არის მოთხოვნა, რომ აი საცობებიდან და რაღაცებიდან გამომდინარე გადაჯდომა გადმოჯდომები უწევთ რაღაცეები და ეს ხარჯი რა თქმა უნდა არ ანაზღაურდება ცალკე ანუ ასისტენტის ანაზღაურებაში შედის ეს ხარჯი. შესაბამისად იყო ინიციატივები მაგალითად რომ აი შეყავათიანი ტრანსპორტის პოლიტიკა რაც აქ მუნიციპალიტეტებს და ხოთ შეყავათებს თავაზობენ სხვადასხვა კატეგორიის პირებს, მათ შორის მასშტაბლებლებს, მოსწავლეებს, თუნდაც იქნება ასისტენტებზეც გავრცელდეს. და ამაზე წინასწარ იყო ბათუმის მერიაში მოლაპარაკება, დაპირებაც იყო, თუმცა რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოხდა ეს ამბავი. თუმცა ქალაქშიც არის პრობლემები. მეორე არის კადრების პრობლემა, რაც ვისაუბრეთ უკვე თუნდაც ჩინმოვლაში იგივე პრობლემებია ახაც პერსონალურ ასისტენტში, იმიტომ რომ კადრების გადინება ხდება, შიშუმპირებთან მუშაობა გამოუცდელი ადამიანისთვის თქვათ, რომელიც გარედან უყურებს და შიდა სიტუაცია არ იცის, გონია რომ ძალიან რთულია, შეუძლებელია და კადრები არ მოდის ადმიდან, ანუ მანკაშები ცხადდება, მაგრამ განაცხადები არ ივსება და ნაცნობობით გვიწევს სურველების მოძიება რა. და გადინებაც არის მე, იმიტომ რომ მაგალითად გივთვალ განსაკუთრებით მაგალითად სპეციალიზებული ასისტირება, როდესაც ხდება იქ არის ჰიგიენურ პროცედურებში მონაწილეობის ვალდებულება, გული ქცევის მართვის ვალდებულება, რითაც განსხვავდება რეგულარული ასისტირებისგან ეს სპეციალიზებული ასისტირება და ამიტომ
თქვათ ქართული მენტალობიდან გამომდინარე ერიდებიან თქვათ ჰიგიენურ პროცედურებში მონაწილეობას პერსონალური ასისტენტები და მიუხედავად იმისა, ტრენინგებზე უხსნიან ამას და თანახმარიან მერე თვითონ პროცესში ბევრი უმალსაც ხადებს. განსაკუთრებით განსხვავებული სქესის მქონე ბენეფიციართან მუშაობის დროს. და ეს ტრენინგები და გადამზადება ასისტენტების არ ფინანსდება როგორც ჩინმოვლაში, ისევე აქაც და თავარი პრობლემა ისაა, რომ აქ უფრო ძვირიჯდება კადრების გადამზადება, ვიდრე ჩინმოვლაში და კიდევ უფრო რთულია მე გადაამზადოს კადრები. ამიტომ ეს გამოსვლები არის, რა თქმა უნდა. ახლა იგივე საბუთების მიტანა, ვთქვათ, ზუნვის სააგენტოში და ასე შემდეგ სულია სოფლებში განსაკუთრებით. რამდენიმე საბუთი უნდა აიღო, მიიტანო მე შეფასებაზე მიხვიდე კომისია თავდაპირველად არ იყო ყველგან განსაზღვრული, ვინ შეაფასებდა ამ ხალხს და მაგალითად აჭარაში მოხდა, რომ ბათუმიდან ავიდა ხალხი ზემო აჭარაში და შეაფასა, რომელიც ვთქვათ უზრუნველყოფა ორგანიზაციამ ანუ ეს სიტულები იყო. თუმცა ნელ-ნელა ემატება ორგანიზაციები, რომლებიც შეფასებას ახორციელებენ თქვათ მუნიციპალიტეტებში და იმედი პროგრესულად გაგრძელდება და პრობლემები ნელ-ნელა აღმოიფრება. მე თუ რამე პროცესი კიდევ ვისაუბრებ, თუ დრო დაგვჭირდება. კი, მადლობა რამინ, რომ შევაჯამოთ თქვენი ბარიერები, რაც დაასახელეთ, ტრანსპორტირება რაღაცა თითქოს აქილევს ის ქუსლია ყველა სერვისში, იმიტომ რომ რეალურად აკავშირებს სერვისის მიმღებს და ასე ვთქვათ, სერვისის მიმწოდებელს ერთმანეთთან და რაღაცა ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანი ჩავარდები ფიქსირდება აქ, რაღაცა ეს ყველაფერი თითქოს ასოციაციას იწევს, რომ თითოეულ სერვისთან რატომღაც ალბათ უნდა გადაიხედოს სტანდარტები და მართლა შემუშავდეს რაღაცა სოფლის და რეგიონის მოდელი და ქალაქის მოდელი, რაც ალბათ განასხვავებს თუნდაც ამ ტრანსპორტირების მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა გაიზარდოს. ახლა წინაზე საუბრობთ, თუ თუნდაც ტრანსპორტირება უზრუნველყოფ კონკრეტულად იმ სოფლებში, სადაც კონცენტრირებულია ამ სერვისის მიმღები პირები. რა ვიცი. ისედაც ვალდებულებაა მაგათი შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი და ვალდებულებაც არის ბუნებრივია, თუმცა აქ ალბათ ტრანსპორტირების თვალსაზრისით ხშირად ადაპტირებულ ტრანსპორტსაც უგულისხმობთ, ხო? რომ ხშირად არის რიგი ვალდებულება, როდესაც სერვისის მიმღები უნდა მივიდეს, თქვათ, სერვისის მიმწოდებელთან რეაბილიტაციაზე მაგალითად, ხო, იმიტომ იქ მიიღოს იმ გარემოში. ეს საინტერესო იყო, ვერა თქვენაც ახსენეთ, რომ ასისტენტის ფუნქციები ხშირად ოჯახის წევრებს, რო თქვათ, უჭირთ გაიგონ ალბათ. და ალბათ შეიძლება სერვისი რო ჯერ კიდევ ახალია, გაიგონ თუ რა ფუნქცია აქვს რეალურად პერსონალურ ასისტენტს და მისი როლი რთულია. ეს ისეთივე რაღაც სიტუაციას მაიხსენებს, ალბათ ახლაც არის ჯერ გამოწვევი. მაგალითად ადრეული განვითარების პროგრამა, როდესაც დაიწყო, ანალოგიური აღქმა იყო ადრეული განვითარების სპეციალისტის მიმართ, რომ თქვათ ესე უყურებდნენ, რომ ის კი არ თითქოს არ მუშაობს, ანუ მე მშობელია იმაშობდე, რომ ამბობდე, რომ აი მე მიწევს მუშაობა, ან მარტო ეთამაშება, ეს ხო თერაპია არაა, ხო, ანუ რეალურად ვიდრე ადამიანი, ასე ვთქვათ, გაიაზრენ აღნიშნული სერვისის მნიშვნელობა და ფუნქცია დრო დაჭირდა და პლუს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დროს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომ ვაგებინოთ, რომ რა დანიშნულება აღნიშნულ სერვისს და აღნიშნულ პერსონას, რომელიც შემოდის კონკრეტული თავისი ფუნქციით. ანუ ის შეცდომა დაიწყო მაგის დანერგვა, ანუ სამწუხაროდ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ვერ მოხდა, უფრო ვიწრო სფეროში მოხდა, სამედიცინო პერსონალში და სხვა NGO სექტორში და აი ჩარევები არის ხომ ხშირად არასოდეს. ახლა ვეკომაც აღნიშნა, რომ მაგალითად ოჯახის გონია, რომ ეს ადამიანი არის მოსამსახურე და ვთქვათ ვიში მომპის რომ ეხმება, მე ოჯახის სხვა საჭიროებებიც უნდა ჩაერთოს და კატეგორიულად ჯერ ხო სტანდარტი არ ითვალისწინებს მაგას და კატეგორიულად ჩვენც უკვე გალავთ, რომ ასისტენტი არ არის ვალდებული მაგალითად ბენეფიციარის ძმის ან რავი შობლის გასაკეთებელი გააკეთოს, მაგალითად რა ვიცი, ახლა მოამზადოს საკვები მთელი ოჯახისთვის. ან რა ვიცი, სტუმრები მოდის და ახლა უნდა მოეყვანოს მთელი სუფრის რავი მომზადებაში 15 კაციანი პურმარილისთვის და მთელი ამბებისთვის. ან ეგ ხარია იკდალება და ეს ზოგჯერ უჭირთ ხოლმე ამის გაგება და აბა ყველა ხوار იქნება ასისტენტი თუ ვთქვათ
ბენეფიციარს არა აქვს აქტიური დაკავება, მაგალითად, ცუდი ამინდის გამო ვერ გადის გარეთ და სახში უწევს სხვა აქტივობების განხორციელება და ჩვენ მეუნებით, რომ წიგნის წაკითხვაც კი ბენეფიციარისთვის არის აქტივობა. უნდა ეს არის ბენეფიციარზე გათვლილი და ახლა თუ ოჯახის წევრისთვის წიგნის წაკითხვა არ არის აქტივობა და ნobia ოჯახის წევრს ავიცი მაგალითად ყავა მოუნდუღოს მეგობრები რომ შემოვდე უკაცრავად, მაგრამ ეს არ არის ბენეფიციარის პერსონალური ასისტირება რა. ამაზე სულ დავაგვიწევს ხოლმე. კი, ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ ესე ტიპის ლაივებიც ალბათ მხარს დაუჭერს იმისთვის, რომ ადამიანმა სწორი შეფასება გააკეთოს აღნიშნული სერვისის და კადრების პრობლემაზე ყველა სერვისში გვაქვს ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ალბათ ის არის, რომ რაც ახსენე რამინ, რომ ერთი კეისის ადამიანთან თუ კი მოხდება რეალურად ესე თქვა დაწყვილება სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების იდეალური იქნება და ალბათ აქ ნაკლები ინტერესია მამაკაცებიდან რომ მოვიდნენ როგორც პერსონალური ასისტენტი. მინუს ინტერესი მინუსებში. კი, და ალბათ ეს არის გამოწვევა, არადა რეალურად რეკომენდაციაც კი არის, რომ ზოგადად სასურველია ისედაც ბუნებრივია, რომ ერთის კეისის ადამიანები მუშაობდნენ, განსაკუთრებით როდესაც დასრულ ადამიანებზე გვაქვს საუბარი და პერსონალური ასისტენტი გჭირდება სპეციალიზირებული კუთხით და საუბარია ჰიგიენაზე თუ სხვა ესეთი სენსიტიურ საკითხების მხარდაჭერაზე, ადამიანის რაღაცა ეს ბუნებრივად დგას დღის წესრიგში. მაგის გამო სამწუხაროდ თვითონ ბენეფიციარები თავს იკავებენ. კითხარი რომ იფსება, ანუ თვითონ ამბობენ რომ ჰიგიენურ პროცედურებს არ უნდათ გაუკეთოს ასისტენტმა, იმიტომ რომ უნდა ოჯახის წევრმა გააგრძელოს იმის პროცედურების გაკეთება და ჩვენ რა თქმა უნდა ახლა ვერ ვაიძულებთ გინდათ, მაგრამ მონიშნოს ის საკითხი, თუმცა ვუხსნით რომ ეს ევალება ასისტენტ მაგისთვის არის გადამზადებული და ასისტენტი რომელიც თანახმადაა იშვიათობაა ზოგადად მაგალითად ასისტენტი და თანხდეს იმასაც შეიძლება არ უწევდეს მაგის გაკეთება, იმიტომ რომ თვითონ ბენეფიციარის წინააღმდეგია. მაგრამ მე დროთა განმავლობაში ურთიერთობაში რომ შედიან ეს ნელა იჩნდება რა. რამინ მე დასაწყისში ძალიან ასე ვთქვათ სტანდარტის ენით ვისაუბრე თუ რა არის პერსონალური ასისტირება. მე უფრო მაინტერესებს მნიშვნელობაზე რო გითხრა, როგორც თემის წარმომადგენელი, რა არის ეს სერვისი და რატოა მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ერთია სტანდარტი რას ამბობს, რაზეა სერვისი, მაგრამ ხოლმე არ ჩანს ფარულად რატოა ეს მნიშვნელოვანი ან ზოგადად რაზე არის საუბარი, როდესაც ვსაუბრობ პერსონალ ასისტირებაზე, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლოა გქონდეს პირებთან მიმართებაში. კი ბატონო, ნახეთ ეს როგორც ვთქვათ იმოვლა ძალიან მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხით ეს უფრო მეტად ორიენტირებული და კიდევ უფრო მეტად ვთქვათ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შუშუმპირებზე, იმიტომ რომ აქ პირდაპირ შუშუმპირის ან ვთქვათ ზოგადად ბენეფიციარის ინტერესებზე მორგებული სერვისია და საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობაზე ორიენტირებული შინმოულა თუ მხოლოდ შინ მოვლის აქტივობებით შემოიფარგლება და სახლის ოჯახის გარეთ არ გადის ეს პირიქით საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უჭერს მხარს. ეს შეიძლება კონცერტზე წასვლა იყოს, სამსახურში გაყოლა იყოს, ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან ვიზიტი, დაბადების დღეზე ვიზიტი და პლუს დამატებული საოჯახო საქმეები, საკვების მომზადება, დალაგება და სუფთავება და ასე შემდეგ. ანუ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შუშუმპირები, რომლებსაც მათი შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გარკვეული აქტივობების განხორციელება, უარს ამბობენ ამ აქტივობის განხორციელებაზე და როდესაც ასისტენტი ეხმარება, უკვე ხდება ამ აქტივობების ათვისება, რა თქმა უნდა და ადამიანი, რომლებიც ნებიან შეიძლება ნათესავთან არ იყოს დამყოფი, იმიტომ რომ გამყოლი აყავს და ვერ მიდის, ნათესავი მოინახულოს და გაესაუბროს, ინფორმაცია მიიღოს, კოლეჯში შევიდეს, უნივერსიტეტში შევიდეს, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში უწყობს პირის გააქტიურებას ხელს და შინმოვლაში უბრალოდ იმდენად ზოგჯერ თვითონ პროფესიონალები ჯიბნევიან ხოლმე და შინმოვლა გონიათ და ოჯახიდანაც მოდის მოთხოვნა რომ მოვლის კომპონენტები განახორციელონ, მაგრამ
ალბათ სტანდარტები მე ნენელად თვითონ დაიხვეწება ცვლილებების შევა, რომ უფრო მკვეთრი ზღვარი გაივლოს იმოვლასა და პერსონალურ ასისტირებას შორის, იმიტომ რომ სპეციალიზებულ ასისტირებაში შედის ჰიგიენური პროცედურები და შინმოვლაშიც, მაგრამ იმოვლა პირდაპირ აცხადებს, რომ პერსონალური ასისტენტის საჭიროების დროს შინმოვლის კომპონენტად ემატება ასისტენტი ქალაქის მოდელში და აქ სხვაობა სწორედ ისაა, რომ ჰიგიენური პროცედურები არის სპეციალიზებულ ასისტირებაში, მაგრამ არ არის სამედიცინო საჭიროებები, მაგალითად ჭრილობების გადახვევა, მალამოების ვთქვათ შეძელვა და შინმოვლის კომპონენტის პირდაპირი მოთხოვნა, წნევის კონტროლი, ჯანმრთელობის კონტროლი და ასე შემდეგ. ეს უკვე აღარ შედის აქ. ეს ყოველდღე ზუსტად. უნდა ხშირად იბნევიან ხოლმე და ოჯახის წევრებიც იმიტომ მოდიან ხშირად ამ პროგრამაში, რომ უნდათ მომულენ. ანუ ადამიანი, რომელიც მწოლიარეა და ანუ ვერანაირ აქტივობაში ვერ თანამონაწილეობ, ეს უკვე არის შინმოვლის კომპონენტი, თუ მასთან ახლავს დათმობუნა სამედიცინო საჭიროება და ხშირად მოდის ხალხი სწორედ ასეთი საჭიროებით, რომ თანამონაწილეობა არ შეუძლია ადამიანს და პლუს სამედიცინო საჭიროებებიც აქვს და ითხოვს პერსონალურ ასისტენტს და ენიშნება პერსონალური ასისტენტი. შეფასების დოკუმენტი მოდის აქ. და მე ჩვენ გვიწევს პრობლემების განხილვა და ხშირად უარის თქმა, იმიტომ რომ ეს არის შინმოვლის კომპონენტი და მე შინმოვლის საჭიროებაზე ვერ გავუშვებ პერსონალურ ასისტენტს, იმიტომ რომ ეს არ არის გადამზადებული მაგ მიმართულებით. ამიტომ სამედიცინო მუშაკებიც უნდა უფრო ყურადღებით იყოს შეფასების დროს რა. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ უკვე რამდენიმე შინმოვლის მქონე პირს სამწუხაროდ უარი უცხარით, იმიტომ რომ პათოლოგიურად ვერ ავაყებიებ ასისტენტს იმაზე, რაზეც მომზადებული არ არის. და ეს ძალიან რთულია. უარის თქმა, მაგრამ რომ შევაჯამოთ მნიშვნელობა ამ სერვისის, ნახეთ, უბრალოდ როდესაც თქვენ საუბრობდით და აღნიშნეთ, რაღაც დაიწყეთ აქტივობების ჩამოთვლა, თუ რაში შეიძლება ერთვებოდეს პერსონალური ასისტენტი. ერთი გაგვახსენდა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქონდა აქტივობა, აი ჩემი კოლეგაც დამეთანხმება, ახლოს არის, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მშობლებს მივეცით ჩამონათვალისის დაახლოებით 20-25-მდე აქტივობის, რაცაც ყოველდღიურ დონეზე აკეთებს ადამიანები. მაგალითად, სეირნობენ, თქვათ, ყოველდღიურად თვარდადიან კინოში დავდივარ დაბადების დღეებზე და იყო ასეთი სია გაკეთებული და გაოცებულები დავჭით, როდესაც ამ სიიდან ფაქტიურად და იყო ოფცია, რომ ადამიანს უნდა მოინიშნა, რომ ოდესმე მიუღია თუ არა მონაწილეობა, წასულა თუ არა, ხშირად დადის თუ არა. აბსოლუტურად უმრავლესობის შემთხვევაში ადამიანებს საერთოდ არასდროს გამოცდილებაში არ ქონდა ვინმე სხვის დაბადების დღეზე წასვლის ცხოვრებაში. ანუ ისე გაიზარდნენ, დასრულები გახდნენ, არავის დაბადების დღეზე არ ყოფილან წასულები. სასეირნოდ ყოველდღიურად კი არა, საერთოდ შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოსულიყო სახლიდან. იმ დროს ჩვენ არ თავსვათ ღრმად მიზეზებში, თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ალბათ ახლა რაც მენიშნა, ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის და იყო, რომ სათანადო მხარდაჭერაც და ასისტირებაც არ არსებობდა ოჯახების ან ამ პირების, რომ ხარი დაეჭირა ადამიანების სოციალიზაციის კომპონენტს. და ეს მართალია წლების უკვე მქონდა ეს რაღაც ესეთი ექსპერიმენტივით, როდესაც ვატარებდი, ვეკითხებოდი და გვაინტერესებდა უბრალოდ როგორ იყო ჩართული ადამიანები ასეთ აქტივობებში, მივხვდით, რომ ძალიან საგანგაშო იყო მდგომარეობა და ძალიან მარტივი ყოველდღიური საქმიანობაც კი სეირნობა ქუჩაში ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება რამოდენიმეჯერ მოხდა საერთოდ. ამიტომ მადლობა ესეთი მარტივი რაღაცაების რომ გითხარით, რომ რაში შეიძლება დაეხმაროს პერსონალური ასისტენტი, ხო? აი ბოლოსკენ რომ ეს არის ოჯახის მხარდაჭერის სერვისის არის, ამანდაც მინდა ხაზი გაუშვათ, იმიტომ რომ ანუ ოჯახით ასე ვთქვათ მეტი თავისუფალი დრო უჩნდება და ოჯახის სხვა წევრების და ოჯახის სხვა საჭიროებებზე კონცენტრირებასაც ახდენ მერე, როცა შენი შუშუმუპირი ოჯახის წევრი, რომელიც არის უკვე დამოუკიდებელია, იმიტომ რომ ასისტენტის დახმარება არ ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვას. პირიქით, ეს არის დამოუკიდებლობის შეძენა, იმიტომ რომ შენ რაზეც სტომა არ ქონა მხარდაჭერის შეძლება წვდომა, ანუ ხები დამოუკიდებელი, სოციალიზებული და ასე შემდეგ. და მერე უკვე
მშობელს ელემენტარულ სამსახურის მოძებნის შესაძლებლობაც კი უჩნდება. იმიტომ რომ პირად უსამსახურობის მიზეზი ეგ იყო, ბევრი კვალიფიციური კადრი ვერ მუშაობდა, იმით განსაკუთრებით ქალბატონები, იმიტომ რომ მათ შვილების საჭიროებებზე იყვნენ, რა ვიცი, კონცენტრირებას არ ქვია მაგას, იმენა მიბუმული. ანუ ამინა სიტყვა მინდა იწული გამოვიყენო, იმიტომ რომ სტერეოტიპებს გამყარებს და ამიტომ მართლა მიბუმულია ეს ხალხი ამ საჭიროებებზე და ეს ოჯახის ამოსუნთქვის საშუალებაც არის. ამოსუნთქვის სერვისებს რო უწოდებენ, ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი ეგეც არის. რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გადაჭერა ხდება ოჯახის ამ სერვისით. არა მარტო თვითონ უცხოებში შემოპირიც რა. ბოლოს კი უნდა წავიდეთ, საინტერესო საუბარი გვაქვს, მაგრამ უნდა შევაჯამოთ საბოლოო რეკომენდაციებით მარტო აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, თუ კი რამეს დაამატებთ, რას თვლით ისეთ ნაბიჯები ქმედითი თუ რაღაც რა შეიძლება გადაიდგას, რომ გაუმჯობესდეს ან ამ აღნიშნული სერვისის ნებისმიერი კომპონენტი. არის გეოგრაფიული დაფარვა, ხელმისაწვდომობა, რაც კი გაგახსენდებათ, ისეთი, რადგანაც მაინც ახალი სერვისია შედარებით, რაზე ფიქრობთ, როდესაც უკვე ახორციელებთ აღნიშნულ სერვისს? აი ვიეკომ დაიწყოს და მე დავამატებ, თორემ მეტი საუბარი გამომივახსენე. კარგი, რავინ, მაშინ დავიწყებ და ისევ დავიწყებ ტრანსპორტირებით, როგორც პრობლემებში, ისევე მოგვარების გზებში. ანუ ძალიან კარგი იქნება მუნიციპალიტეტებმა უფრო მეტად სოფლების მიმართულებით, თუნდაც მუნიციპალური ტრანსპორტები დაამატონ. ან უფრო კი არის ახლა ერთხელ დღეში ერთხელ დადის, მაგრამ უფრო მეტი სიხშირით რო იაროს, უფრო მოწესრიგებული და ამემართულებით და კადრების გადინებას რაც შეეხება რამინ რაც შენ ახსენე, მან ძალიან კარგი იქნება რომ ისევ დაემატოს თუნდაც ეს გადამზადების კურსები, რაც წინაზეც თქვით, როგორც შინმოვლის პროგრამასთან დაკავშირებით, ადრეულთან დაკავშირებით, ანუ ეს კურსები რო იყოს დამატებული თუნდაც პროფსასწავლებლებში და ამ ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რომ შეძლონ გადაემზადონ და პოპულარიზაცია, ყველაზე მთავარი არის პოპულარიზაცია, რა დიდი პრობლემაა, რომ პოპულარიზაცია გაუკეთოთ ამ სერვისებს, რა მნიშვნელობა აქვს, რატომ, ანუ არა მარტო ჩვენ სერვისის მიმწოდებლებმა, არამედ თავად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც და სხვა ანუ სექტორის წარმომადგენლებმაც, ვინაიდან ეს სერვისი, როგორც რამინმა აღნიშნა, ხელს უწყობს ადამიანის დამოუკიდებელ ცხოვრებას და ძალიან მნიშვნელოვანია. მე როგორც ერთი რიგითი მშობელიც ვიტყვი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს ჩემი შვილი არის ჩემს მშობლებთან იზრდება, რეალურად პერსონალური ასისტენტის შესაძლებლობა რომ მქონდეს და ჩემს შვილს მქონდეს ამის მიღების შესაძლებლობა, მე არ მეყოლება ის ცალკე და მე არ ვიქნები ცალკე. ანუ ეს არის ის რისი მიღებაც გვინდა ჩვენ როგორც მშობლებს, როგორც თუნდაც პატარა ასაკშიც, რომ ეს სერვისები იყოს და არა არ იყოს 18+ მხოლოდ და ამაზეც იფიქროს მუნიციპალიტეტმა და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანებმა მიიღონ დამოუკიდებელი ცხოვრება და შეძლონ დამოუკიდებლად ჩაერთონ იმ აქტივობებში, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. მადლობა, ვერა, ანუ რეალურად აღნიშნულ გადამზადების სერვისი რო გახდეს სახელმწიფო სპეციალიზირებული პროფსასწავლებლების დონეზე თუნდაც არსებული ტრენინგის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და პოპულარიზება და განსაკუთრებით ამ სერვისის პოპულარიზება მამაკაცებთან არის საჭირო, იმიტომ რომ ყველაზე მე მგონი დეფიციტი კადრების თვალსაზრისით სწორედ ამ მიმართულებით გვყავს, რომ ინტერესი არ მოდის განსაკუთრებით მამაკაცებიდან, რომ დაინტერესდნენ აღნიშნულ სერვისში და ჩაერთოს და ალბათ აღქმა ზოგადად ეს სერვისი რა არის, რომ სწორად ადამიანმა გაიგოს, ვიდრე მიიღებს სერვისს, რომ მოლოდინით სწორი გქონდეს, რას თავაზობს სერვისი, ხო? იმიტომ ხშირად არასწორი მოლოდინები იწვევს იმედგაცრუებას და გაღიზიანებას ადამიანებისას. ტრანსპორტირება რაღაცა მართლა ისეთი თემა არის, რაც ბევრ სერვისის ხარისხს გაუმჯობესებს, თუ კი ეს დაინერგება, ხო, ბუნებრივია. რამეს ხომ არ დავამატებდით? ვიეკომ ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მოიცვა. უბრალოდ ეს მართლა კიდე, ანუ რა თქმა უნდა, კადრების გადამზადების კომპონენტი სახელმწიფო თანამონაწილეობას ერთს დავამატებდი იმას, რომ ვიდრე ეგ მოგვარდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო
რაღაცა პროგრამა შეიმუშავებენ და შეიტანებენ თქვენ პროფესიულ სასწავლებლებში, იმიტომ რომ განათლების სამინისტროს თანამონაწილეობაა მან და უცვლებელი რომ პროგრამების აკრედიტაცია მოხდეს და დაინერგოს. კარგი იქნება თვითონ დასაქმების სააგენტომ აიღოს თავზე იმ ტრენინგ მოდულით გადამზადება ხალხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივად, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა თქვა სხვადასხვა ექსპერტების თანამონაწილეობით, იმიტომ რომ სანამ ეს პროგრამა შემუშავდება აკრედიტაციას გაივლის და რამე გადის თვეები, წლები და ეს პრობლემა დგას დღეს. დასაქმების სააგენტოს თავისუფლად შეუძლია ტრენინგ მოდული თვითონ გადაიბაროს ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხოლგის ქვეშაა დასაქმების სააგენტო და თვითონ დააფინანსოს ამის გადამზადება, იმიტომ რომ მე დაახლოებით 1 ადამიანის გადამზადება, რაც აკრედიტირებული ტრენინგ მოდულებია ჯანდაცვის სამინისტროში, მიჯდება 1300 ლარი. 1 ადამიანის გადამზადება რეგიონში და წარმოიდგინეთ ახლა თბილისის ძირითადი ორგანიზაციები თბილისშია, ვინც აკრედიტაცია გაიარა და თბილისიდან 1 ადამიანისთვის არავინ არ ჩამოდის გადასამზადებთან, უნდა იყოს მინიმუმ 12 და სადღაც მე 13,000 ლარამდე უნდა გადავიხადო, 14,000 ლარამდე ერთი ტრენინგი რომ გაიაროს ხალხმა. აქედან პრაქტიკის დონეზე პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნახევარი სერვისი აღარ რჩება იმ პრობლემის გამო, რადგან მე ვსაუბრობ, რომ მენტალიტეტი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ რომ დოგი ამბობს, რომ თურმე შუშუმობიდან პრაქტიკაში უჭირს მუშაობა, იმიტომ რომ ეცოდება ბრჭყალებში და გული უყდება და მთელი ამბები ისეთ რაღაცებს გამომეხომე, მართლა ძალიან სტერეოტიპული და სტიგმატიზებული ის არის მიმართულება, ეს სფერო და მამაკაცები საერთოდ არ მოდიან, ანუ გამორიცხულია. ხო და ამიტომ სახელმწიფომ სასწრაფოდ მხარი დაუჭიროს ტრენინგ მოდულის გადამზადების ხარჯები მაინც დაფაროს რა. და განათლების სამინისტროს აქტიურობა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა მცდელობა ეს საკითხი დაგვეყენებინა, მაგრამ თვითონ განათლების სამინისტრომ თქვა, რომ ის და ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ განათლების სამინისტროსგან არ იყო შესაბამისი მზაობა პროგრამულ დონეზე მომხდარიყო ამის აკრედიტაცია განათლების სფეროში და ეს ბოლოს და ბოლოს უნდა გადაიჭრას. შინმოვლა უფრო ადვილია, იმიტომ რომ მომიჯნავე პროფესიები არის უკვე აკრედიტირებული, თუნდაც ექთანი, სანიტარი რაღაცეები და ეს უფრო ადვილად მოხდება, მაგრამ ასისტენტი არ არის. გერიატრიული მიმართულება, რომელიც არის დანერგილი, ეს უფრო შინმოვლაზია მიმართული და შინმოვლაში შეიძლება ჩაერთოს პირი გერიატრიულიდან, მაგრამ ასისტენტი არა, იმიტომ რომ პირდაპირ სტანდარტში წერია, რომ პირდაპირ ტრენინგ მოდული უნდა ქონდეს გავლილი. მსგავსი ტრენინგ მოდული მომიჯნავე სფეროებში არ გვაქვს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ახლა ყველაზე სწრაფად გადასაჭრელი ვეკომ რაც დაამატა იმასთან ერთად რა თქმა უნდა რა. მადლობა რამინ. მადლობა დისკუსიისთვის აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით. მე უბრალოდ იმედს დავიტოვებ, რომ 25 წლიდან გეგმის მიხედვით აღნიშნული სერვისი ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყებს, განვითარდება, სადაც უკვე დაიწყო და საკანონმდებლო ვალდებულება უნდა აღნიშნოთ, პირდაპირ შუშუმობიდან უფლებების შესახებ კანონში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში. პირდაპირ 35 მუხლი წერია ეს ვალდებულებებთან ერთად და 37 მუხლში წერია ვადები სხვადასხვა საკითხებზე და ერთ-ერთი ვადა არის, რომ დაინერგოს პერსონალური ასისტენტის მიწოდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ანუ მიწოდება და განცხადება რომ შევა 9 იანვარს შუშუმობისგან მუნიციპალიტეტში რომ უნდა სერვისი იანვრის ბოლოდან უკვე მიწოდება უნდა დაიწყოს, მერე კი უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებმა გადამზადების ხარჯების მოძიება და რაღაცები ეს უკვე უნდა გაეკეთებინათ. სამწუხაროდ ბევრმა მუნიციპალიტეტმა ჩვენი წერილები და მოთხოვნები არ გაითვალისწინეს სათანადოდ კორექტულად რო ვთქვათ. და ძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევს უფლებრივი კუთხით რა, მართლა სერიოზულია ხაროცა ვალდებულება ირღვევა საკანონმდებლო არ არის მოსაწონი სახელმწიფოში რა. გესმის რამინ, იმიტომ ვამბობ, რომ იმედს ვიტოვებ, რომ დაიწყება აღნიშნული სერვისის მიწოდება. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მონდომება უნდა აღინიშნოს აქ, რომ ინფორმირება მოახდინეთ მუნიციპალიტეტების
განსაკუთრებით 2024 წელს ჩვენც ვიყავით ვთქვათ 9 წლის ეტაპზე ჩართული ვთქვათ მარტამდე და ჩვენც ვახდენდით ინფორმირებას ამ კუთხით და ასე შემდეგ, თუმცა ხა ჯანდაცვის სამინისტრო მუნიციპალიტეტს ვერ უბრძანებს, იმიტომ რომ საკანონმდებლო დონეზე ავტონომიურია მუნიციპალიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრის დაქვემდებარებაში არ არის, ამიტომ მუნიციპალიტეტის ინიციატივაზეც არის დამოკიდებული ამ სერვისის დანერგვა რა. გასაგებია, რამინ მე მაინც პოზიტიურად დავასრულებ იმით, რომ იმედს ვიტოვებ თქო, რომ რა დაიწყება. თქმა უნდა, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება, იმიტომ და რომ უბრალოდ უფრო მეტ ადამიანს და ოჯახებს ექნება საშუალება, რომ ისარგებლონ აღნიშნული სერვისი და გაიგონ თუ რა არის ეს სერვისი, დაინახონ ამ სერვისის ის უამრავი დადებითი მხარე, რაც ბევრ სერვისს ალბათ არ ახლავს თან. უბრალოდ ამის იმედს ვიტოვებ და როდესაც აღნიშნულ სერვისში რაც უფრო მეტი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება სრული დატვირთვით და ოჯახები, ვთვლი რომ მართლა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლობელი ცხოვრების ხარისხი ქვეყანაში, რაც ესე მნიშვნელოვანია ზოგადად და თითქოს ბუნებრივი ნაწილი არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სოციალიზაციის კომპონენტი თუ აქტიური ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში და მგონია რომ ეს თქვათ მარტივად ხდება ეს ყველაფერი თემთან, როდესაც საუბრობთ იქაც, ხო? დიდი მადლობა დღევანდელი ჩართვისთვის, დისკუსიისთვის. მე მინდა დავემშვიდობე მშობლისკიურის მაყურებელს მომავალ კვირამდე და მადლობა გადაუხადო ბუნებრივად ჩვენ სპიკერებს, ვერა, რამინ საინტერესო დისკუსიისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მადლობა.